საინტერესო ისაა, რომ ერთ-ერთი კომიტეტი ძალიან სერიოზული, რომელიც ძალოვანთან შეიარაღებასთან, სამხედრო საქმესთან ახლა განზრახარო ამბობ, რომელიც დაკავშირებული და ადამიანი, რომელიც ამ კომიტეტში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა, საუბარში საუბრობთ და მეუბნება საუბარში, რომ რა თქმა უნდა, ეხლა ძიმე ვითარება გაქვთ თქვენ საქართველოში, ეხლა მე ვცდილობ, რომ გადმოგცეთ აზრი, რასაც ამბობს ამ ხელისუფლების ხელში, იმიტომ რომ ის, რომელიც იყო პოზიტიური, რომელიც იყო, ესე იგი, დემოკრატიული, პოზიტიური და რეფორმატორი ხელისუფლება სააკაშვილის სამწუხაროდ, ესე იგი, იზოლებული იყო, წასულიყო სცენიდან, მაგრამ იმედი აქვს, რომ დაბრუნდება და მთავარი რაც მიხსნის, რომ როგორი დემოკრატი და რეფორმატორი ხელისუფლება იყო სააკაშვილის ხელისუფლება, რომ თურმე სააკაშვილმა, მისმა გამორჩენილმა მინისტრმა ზურაბადეიშვილმა და პროკურორი იყო მაშინ ზოდელავამ თურმე ამხილეს საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება.